ახლა მე მიმყოფები რუსთაველის გამზირზე, ჩემგან ხელმარცხნივ არის თეატრალური ინსტიტუტი, ხელმარჯვნივ კაფე რუსთაველი. მე ვიყავი აქციაზე, დავიწყეთ აქცია მზია ამაღლობელის სოლიდარობის მარში მარჯანიშვილის მოედანზე, თუმცა მზია იქიდან შემოთვალა საპატიმროდან, რომ მარტო მე ნუმახსენებთო ყველა სინდისის ყველა პატიმარი ახსენეთო, ასე გამორჩეულად ჩემი ხსენება ალბათ არ არის, ალბათ და ნამდვილად არ არის საჭირო კიდევ ერთი თვალსაჩინოება, რამდენად სწორად, რამდენად მართებულად უყურებს, აფასებს პროცესებს მზია ამაღლობელი ერთის მხრივ, რამდენად თავმდაბალი მოქალაქეა, სწორედ თავმდაბლობას აქვს ამ კონკრეტული სინდისის პატიმრის თავმდაბლობას და ყველას თავმდაბლობას მეორე მხრივ აქვს ძალიან დიდი და ვინც ის იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი, იმიტომ რომ ყველანი თანასწორდი ვართ, ასე უნდა ვთქვა, ყველანი თანასწორდი ვართ თანასწორთა შორის, თუმცა ისინი, ვინც საპატიმროში არიან, ასაკვირველი არიან ეს მოქალაქეები ძალიან ჩვენი არ იყოს, ბევრი ჩვენგანი საკუთარ თავზე რო არ ვილაპარაკო, ბევრი ჩვენგანის არ იყოს, არიან სწორი მოქალაქეები და ისინი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, ვიტყვი ასე, ვიდრე ჩვენ ვართ, თუმცა არ ჩვენ ვართ იოლ მდგომარეობაში, ამასაც დავსძე. მარჯანიშვილის მოედანზე დაიწყო ეს მარში, სოლიდარობის მარში, ყველა სინდისის პატიმრის მიმართ ჩვენ ამოვუყევით გალაქტიონის ხიდს, მერე ამოვედით, ახლა რა ქვია, არ ვიცი, ელბაქიძის აღმართს, მერე გამოვუყევით უკვე რუსთაველის გამზირს, მელი კაზარიანცის სახლიდან და მოვდიოდით, აი ეხლა ჩემგან მარცხნივ ხო რუსთაველის გამზირია, ხო გზის სავალი ნაწილი ავტომობილებისათვის, აი ამ გზას მოვუყვებოდით და რატომღაც კი რა მოსალოდნელიც იყო ეს, მოყვებოდნენ ჩვენ საპატრულო მანქანები, ეკიპაჟები, რომლებიც სულ გვეუბნებოდნენ გადადით ტროტუარზე, მანამდე ტროტუარზე გადასვლა მათ არ უთხოვიათ. ახლა კი რუსთაველზე გამოვიდა ხალხი, რუსთაველს შეეფინა ხალხი, რატომღაც სწორედაც რომ ეს მოთხოვნა ჰქონდათ, ასაკვირველია ცენტრალურმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათმა ნაჩალნიკებმა ამ მილიციონერებს დაავალეს, რომ ასე მოეწოდებინათ საზოგადოებისათვის, ჩვენ არ დაუჯერეთ, თუმცა უკვე პირველ სკოლასთან ოდნავ იქით პარლამენტისკენ ტროტუარზე გადავიდა აქციის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა კი არა, ყველა ვინც მონაწილეობდა ამ საპროტესტო აქციაში და ამავდროულად კლავდი მეორე ეს იყო სოლიდარობის მარში. ბიზნა ივანიშვილის ვერაფრით ვერ გაუგია, რომ ქართული საზოგადოება, რომელიც უკვე 400 მე რაღაცე დღეა ვეღარ ვიტყვი სიმართლე გითხრათ, არ ჩერდება და 3000 კაცი იქნება დღეს დაახლოებით 3000 კაცი იყო, 3000 მოქალაქე, 5300, 300, 17000 თუ 59000, ისინი ეს მოქალაქეები არას დიდებით არ გაჩერდებიან და დღეს ექნებათ ეს მიზეზი, რომ დაუჭირონ მხარი მზია ამაღლობელს და სინდისის ყველა სხვა პატიმარს, აგრეთვე ხვალ ექნებათ სხვა მიზეზი. მაგალითად 24 თებერვალს ისიც თქვენ რომ 4 წელი გასრულდება მას შემდეგ, რაც უკრაინას დაესხა თავს რუსეთის ჯოჯოხეთური სახელმწიფო 24 თებერვალს უკრაინის დროშებით გამოვლენ მოქალაქეები, საქართველოს სახელმწიფო დროშებითაც ცხადია, მაგრამ უკრაინის დროშები უფრო მრავლად იქნება რუსთაველის გამზირზე და სოლიდარობას გამოუცხადებენ არა მხოლოდ უკრაინელ ხალხს, ეს ცხადია, არამედ უკრაინელ მეომრებს, ქართველ მეომრებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში, უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინის ხელისუფლებას, რომლებიც ყველას, ვინც იცავს თავისუფლებას, იმ წმინდა მიწაზე მეთქი, ასე ვიტყვი ახლა, იმ ქვეყანაში, რომელსაც რუსეთი დაესხა თავს 2014-ში, მაგრამ განსაკუთრებით 2022 წელს მეორე დღეს 25 თებერვალს ახლა დაპატიმრებული როა იმ ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უსამარცხვინოესი განცხადება, მან თქვა რომ სანქციებს არ მიუერთდებით, თქვა ტაბახმელაში გმირთა მემორიალთან მისულმა 25 თებერვალს ხო ჩვენი ოკუპაციის დღეა და ესენი კი ამათ უნდათ რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებული იყოს, თუმცა ამას ვერ ამხენენ, აქედან გამომდინარე ფორმალურად მიდიან ხოლმე და 25 თებერვალს ვითომ გლოვობენ. მოკლედ ტაბახმელაში გააკეთა ეს განცხადება ბანდიტმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახლა საპატიმროში რომ არის და ერთ-ერთი უსამარცხვინოესი იყო, მეთქი ამას ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ ჩვენ იმ დღეს ჩვენ რა ამ ბანდა ხელისუფლებამ პრინციპში დაადასტურა ღიად, რომ ის გადაეტყრა
უკაცრავად მისთვის გადავიდა, გადაბარგდა, ხო, მოხვდა რუსულ ჩასაზირად განწირულ გემში მეთქი გეტყვით ასე 24 ხებელას ჩვენ ქუჩაში ვიქნებით, მაგრამ 24 ხებელამდე კიდე თვეზე მეტია და მანამდეც რასაკვირველია და საერთოდაც ვიდრე არ დასრულდება ბიზნეს ევანიშვილის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან ქუჩაში ჩვენ გაგიკეთეთ გზა, ჩვენ გაგიკეთეთ სკვერი, ჩვენ რაღაც ავაშენეთ ერთი რაღაც სპორტის სასახლე, მეორე საღამო ჩავატარეთ რაღაცის თაობაზე, მესამე ეკონომიკური წინსვლა გვაქვს რაღაც 9%-იანი თუ 10%-იანი ყალბია ეს ყველაფერი რასაკვირველია, მაგრამ მაინც რაც არ უნდა იმაიმუნოს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ და ამგვარი კონტრპიარი დააგვახვედროს და გვითხრას რომ იცით რა არის თქვენ ებრძვით გზას, სკვერს, გზატკეცილს, სპორტის სასახლეს თუ რომელიმე ღონისძიებას ჩვენ გვაქვს პასუხი ჰიტლერიც ვინიც და იმ პერიოდისთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგ გზებს აგებდა სტალინიც გარკვეულ და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას მართავდა ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველა დიქტატორი რაღაცას აკეთებდა კადაფის მმართველობის პერიოდში იმ საზოგადოებას ჰქონდა უფასო ჯანდაცვა მაგალითად ან რაღაც სხვა სერვისები, მაგრამ დიქტატორია, რაც არ უნდა მოგვაწონოს მან თავი ცალკეული მიღწევებით, ან ცალკეული პროექტებით, ან ცალკეული გადაწყვეტილებებით თავისუფლებაზე ზვირფასი არც არაფერია, ეს ვერ გაუგია ბიზნესში, რომელსაც ამ რუსთაველის გამზირზე, მოდი გკითხავთ ასე, თქვენი აზრით, რამდენი ხანია არ გაუგია? არ გეუბნებით რომ რუსთაველის გამზირზე არ გაუგია მაშინ, როცა პროტესტის მონაწილეები არიან პირველ სკოლასთან თუ პარლამენტთან, მეთქი არა, ჩვეულებრივად რამდენი ხანია ჩვეულებრივ რეჟიმში დღის მონაკვეთში რამდენი ხანია არ გაუგია მეთქი ამას ვიკითხავ ამ რუსთაველის გამზირს კი რა არ გადახდენია ასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მანამდე პერიოდშიც რასაკვირველია 20-იან წლებშიც 30-იანებშიც რა არ მომხდარა მაგალითად აი ჩემგან ხელმარცხი გზა რომ არის აქ მოხდა 2000-იან წლებში როგორც არ მახსოვს როგორ წელს და ნუ არ გადამამოწმებინებთ ახლა ზვიად გამსახურდიას გასვენება მაგრამ მანამდე 59 წელს მაგალითად ამ რუსთაველის გამზირზე გამოასვენეს 59 წლის მარტში ეს კი მახსოვს ნამდვილად ხო გალაქტიონ ტაბიზე და რა არ უნახავს მაგრამ უნახავს სასტიკი ხელისუფლების ცალკეულ შემთხვევებში ცალკეულ პერიოდში სასტიკი ხელისუფლების ქმედებებიც ეს იგულისხმება პირველ ყოვლისა ასაკვირველია ეს ხელისუფლება ბანდა რომელმაც 2019 წელს დაარბია მოქალაქეები ისე როგორც დაარბეს ხოშის ნახარიას ახლა ედავებიან ესეთი სასტიკე ბატო ჩაიდინეო ასე როგორ დაარბიენ მოქალაქეები დათვის ტყვიები როგორ ესროლეო ესენი ედავებიან ვინც მაგვახარიას ან ზურგს უკან იდგა ან გვერდით იდგა ან დახურებდა ბიზნესმენი დახურებდა სწორედაც რომ გახარიას და ასე შემდეგ მაგრამ 2019 წელს ვინჩივის 2024-ში საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ აღმოჩნდა რომ მაღალი ალბათობით ესროლა მოქალაქეებს ქიმიური იარაღი გაუსწორდა მოქალაქეებს ქიმიური იარაღი ძნელი და სამტკიცებელია იტყვის ხელისუფლებად წოდებული ბანდის რომელიმე წარმომადგენელი და რასაკვირველია მე დაგეთანხმებით იმასთან დაკავშირებით რომ ძნელი და სამტკიცებელია აქ და ახლა იმიტომ რომ ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას აქვს სურვილი და ახერხებს კიდეც როგორც ჩანს რომ გადამალოს ფაქტები მოსკოს ფაქტები გადამალოს დოკუმენტები შესყიდვების ბრძანებები ცალკეული რომლებიც უთუოდ დაწერილი იყო ან შესაძლოა არც იყო დაწერილი და ზეპირსიტყვიერად გასცა თავარმა ბანდიტმა აბასტუმრიდან გაუსწორდით მოქალაქეებს თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალები და მათ ხელთ არსებული ნებისმიერი საშუალებათა შორის იყოს სწორედაც რომ ის ქიმიური იარაღი თუნდაც ეგრეთ წოდებული კანონით აშვებული მაგალითად CS-ის გაზი მაგრამ იმ ისე გარევა წყალში, ისე გარევა გამხსნელში, ამ ინტენსივობით, ამ სიხშირით მისი გამოყენება რასაკვირველია იყო დანაშაული და ეს არის ქიმიური ნივთიერების გამოყენება ქართული ხალხის წინააღმდეგ და ქიმიური ნივთიერების გამოყენება კი საზღვათა შორის ამბავი არ გეკაროთ, შემოგარგემო, ეს არის დანაშაული არა მხოლოდ ქართული ხალხის წინააღმდეგ თუ წინაშე, არამედ ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე, როცა იქნება, რასაკვირველია ამას ჩვენ დავამტკიცებთ, რაც არ უნდა მალონ ამათმა დოკუმენტები მოკლედ. მე დღეს დავბრუნდი რუსთაველის ბრუნდები სახლში რუსთაველის გამზირის არაჩვეულებრივ რუსთაველის გამზირზე მოწყობილი გაგრძელებული არაჩვეულებრივი მარშიდან სოლიდარობა მზია ამაღლობელი მათე ანდროს ხვები და ონისე ხვები და ასეთი ასოსი დაახლოებით სინდისის პატიმარი არიან
წარმოადგენენ სინდის სამქვეყნისა, ხოლო ისინი, ვინც დაატყვევა მზია და სხვები არიან სწორედაც როგორც სვინდისოები, მეთქი სხვა შორის ერთ-ერთი უსვინდისო, კონკრეტულად მზია ამაღლობელის დამტყვევებელი დგებუაძე, ამ ბანდიტურ ხელისუფლებას, რომელსაც საკუდად და დედამიწა ქალამდე არ მიაჩნია, დღეს თუგუშინ დაუწინაურებია თბილისში გადმოუყვანიათ, რომელიღაც სამმართველოს სასამართლოების გიგინაღამ თქვის სამმართველოს ხელმძღვანელად ის ბანდიტი ორგანიზებულ დანაშაულთან, უკაცრავად ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელად. ისიც იმაში არ არის საქმე, რამდენად კარგი კადრია ირაკლი დგებუაძე. საქმე იმაშია, რომ ამით ბიზიდა ივანიშვილი და ბიზიდა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა ეს ცხადია, ამით ბიზიდა ივანიშვილი იბოდიშებს უკაცრავად სიტყვისთვის და გვაფურთხებს სახეში. ამბობს რომ მე სწორედაც რომ დგებუაძეს ვნიშნავ, იმიტომ რომ თქვენ დაგსაჯათ ამ დგებუაძემ ერთი კონკრეტული მზია დასაჯა და მთლიანად ქართული საზოგადოება დასაჯა ამ ბანდიტს გასვამთ თავზე, მას ვაწინაურებ, ის მიმაჩნია ჩემს საყრდენად, მაგრამ ასე საყრდენად მიაჩნია ბევრს გარშემოც, მათ შორის საკუთარი შინაგან საქმეთა ან ძალოვანი სტრუქტურები, საკუთარი ტიტუშკები, საკუთარი უსაფრთხოების სამსახურები, ბევრს მიაჩნია და ვინც ის იქნება ის ძალოვანი სამსახურები გაცილებით ძლიერებიც არიან, ვიდრე ბანდიტი ბიზიდა ივანიშვილის რომელიმე უწყება, რომელიმე ერთი ან რომელიმე სამი უწყება, მაგრამ ამოხდება ხანი გარწმუნებთ და დაემხობა დიქტატურები, აი დღე-დღეზე ან ძალიან მალე დაემხობა დიქტატურა ირანში, აიათოლების რეჟიმი და ეს მკალი ბიზიდა ივანიშვილის გარშემო, ყულფი ბიზიდა ივანიშვილის კისრის გარშემო ვიწროვდება და რაც არ უნდა სქელი ასეთი აი 1 მეტრიანი თუ 7 მეტრიანი თუ 18-41 მეტრიანი ბუნკერი ჰქონდეს მას ჩაშენებული აბასთუმნის საკუთარ რეზიდენციაში მიწის ქვეშ დაახლოებით 80-90 და ვინც 141 მეტრზეც კი ვერც ვერაფერი უშველის მეთქი ამას ვიტყვი, იმიტომ კი არა რომ ვინმე სროლას აპირებს, არამედ როდესაც ადამიანი ბუნკერში ჩადის, ის უკვე დამარცხებულია და იმ ბუნკერამდე ჩასასვლელს გზას თუ გაივლის ბიზიდა ივანიშვილი, გაივლიან მოქალაქეებიც, რომლებიც სელფურს გადაიღებენ იქიდან და ბიზიდა ივანიშვილს ისევე როგორც ხვებს მიათრევენ ნორმალურ სასამართლომდე და ნორმალური სასამართლო მათ პირველ ყოვლისა გაასამართლებს სამშობლოს ღალატისათვის. მოვესწრებით თუ არა ყველანი ვერ მოვესწრებით, იმიტომ რომ ხვალზე რომელიმე ჩვენგანი შეიძლება გარდაიცვალოს, მაგრამ უმრავლესობა გასაკვირველი ამ ამბავს მოესწრება და ჩვენ ვიტყვით საქართველო მარადიულია, ხოლო მტერთა შორის ყველაზე დიდი მტერი ქართულგვარიანი ბიზიდა ივანიშვილი აღმოჩნდა რომ არის გადასაფურცელი და შავ წიგნში ჩასაწერი პირი, შავი წიგნი უნდა შეიქმნას ალბათ, რომელშიც ასე გვარსახელები შევა. თეატრ საქართველოს ისტორიისა მაგალითად ვიტყვით რომ სერგო ორჩონიკიძე არის ერთ-ერთი პირველი, მაგრამ სიის სათავეში უთუოდ იქნება ბიზიდა ივანიშვილი. ირაკლი კობახიძე იქნება ამ სიაში 100 კაცში თუ 200 კაცში თუ 500 კაცში თუ 1000 კაცში, მაგრამ სადღაც იქნება თუ 1000 კაცეული იქნება, სადღაც 858 ირაკლი კობახიძე, ვინ ჩემი ჩალა, ასე ვიტყვი, მას მართლაც ჩალის ფასი აქვს. გამოდით რუსთაველის გამზირზე. გამოდით, იმიტომ რომ აქ უბერავს თავისუფლების სიო. ნახვამდის.